თქვენი აზრით, სკოლის მოსწავლისთვის რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს? გადაუმზადებელი და გამოცდებში ჩაჭრილი მასწავლებლები, მშიერი ბავშვები გაკვეთილზე თუ არაჰიგიენური პირობები საპირფარეშოებში? ქართული ოცნება როგორც ჩანს, მთავარ პრობლემად მე-12 კლასს მიიჩნევს, რადგან მათი განათლების რეფორმა კონცენტრირებულია მე-12 კლასის გაუქმებაზე და ამის შედეგად მოსწავლეებისთვის საზღვარგარეთ განათლების მიღების გართულებაზე. ამ დროს მშობლებმაც და მოსწავლეებმაც კარგად იციან განათლების სისტემის რეალური ხარვეზები. თბილისის გარეუბნის სკოლებში მოხვედრა დღეს მოსწავლეებისთვის ერთგვარი ლატარეაა. არასაკმარისი რაოდენობის სკოლების გამო მშობლებს უწევთ შვილები საცხოვრებელი უბნიდან სხვა უბანში ატარონ სკოლაში განათლების მისაღებად, რაც დილის საცობების გათვალისწინებით ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოში 200-მდე სკოლის შენობაა ავარიული. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ავარიულ შენობაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობდა. დემონტაჟ დაქვემდებარებული სკოლის მოსწავლეებს კი უწევთ სხვა სკოლებში მიკედლება, მეორე ცვლაში ან ცვალებადი გრაფიკით სწავლა, რაც განათლების ხარისხს საგრძნობლად აუარესებს. 29 ოქტომბერს თბილისში დადიანის ქუჩაზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა გზა გადაკეტეს პროტესტის ნიშნად. მათი თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 2 წელია სკოლის მშენებლობა დაიწყო, თუმცა ახლახანს გაარკვიეს, რომ ჯერ მშენებლობის ნებართვაც კი არ არის გაცემული. საინტერესოა, როგორ აანაზღაურებს სახელმწიფო ამ სკოლის მოსწავლეების წლებს, რომლებიც უხარისხოდ მიღებულ განათლებაში დაკარგეს.